Bésame mucho. Begura, ის ხო არა იქ შესული? და არა. ვინ შეიყვანა ეს ვირთხარი? რა, რამდენჯერ უნდა ვთქვა, რა უბედურებაა რა? რა არის? რა ხმაზე გულიკა? კიდე 30 გულიკა უნდა. მარიკა, ა? რა გაქვს ჩართული? რა არხია? თუ ეს არხია იმ ჟურნალისტს აქ რა უნდა? გადართავდა ამ არხზე იმ არხის ჟურნალისტი რატო? ან ეს ვინ არის საერთოდ? რა უნდა? რა საკეთებს? და რა ხდება საერთოდ მარიკა? ირაკლი, ნაგავია გადასაყრელი და რო წახვალ გაიყოლე, ხო? მე ნუ მეუბნები იმას გაატანე. იმას რამდენჯერაც გავატანე, იმდენჯერ ხლონტების კარებთან დადო. მე ხლონტები გამოდიან სადარბაზოში და ჩხუბობენ. ეს მაგრამ მოუფიქრებია იმ ვირთხების მომთვინიერებას. რა არის მარიკა? ცოტა წესიერ პარკში ჩადე, რას იფიქრებს ხალხი ეხლა რომ გავალ პროფესორი იჩხეიძე რაღაც. კარგი რა მარიკა რა. ნახე ირაკლი, ნახე რა ლალას პარკში ჩაგიდე. და არ დაგჭირს ხო ირაკლი? კარგი. ირა. ვაიმე. ჩემი თუ გაიქცა. შეგეჟიდე. შენ კიდე რა დაგემართა რითვერ მიეჩვი ამ ზაზუნას? აქეთ ეს ვირთხა. აქ ხატვარი. აქეთ შალვონას სურათი ალყაში ვარ. შენი ახალი მანქანა რა ფერის არის? ჩემი 4 კარიანი დაიხაცო. თეთრი ირაკლი. რაკები იცი? აი მთლიანად გადაღებე სტაფილოს ფრანც და ისე იარე მეზოვეები ხო ამ ფერის მანქანები და. ვაიმე, ჩემი ოთახო. მოდი ახლა ირაკლი დაგია და Hello. ხო არტო. ხო. მოიტანეთ უკვე მასალა? ხო, იცი რა, მოდი ჯერ მანდი იყავით და ჩემი ქმარი სამსახურში რომ წავა, მე ამოიტანეთ, ხო? კარგი. მარიკა, ბატონო. ჩვენ სადარბაზოში ვიღაცა რემონტს იწყებს, იცი? ახლა მასალები მოიტანეს მუშებმა. მართლა, ნეტა ვინ იწყებს? შენ არ გიჩქარება სამსახურში? კი. ხო. თამაგვინა და ირაკლი, ო, ეს როგორ თამბობს. კაი, წავედი. ირაკლი, მოიცადა იმ. მე ჩქარება სამსახურში და ეს შენი ჰალსტუგი შემიწვილი და კარგად გავაკეთე. აი, მან ხება გოგონი. აბა. აბა ნახე. კარგია.
სკელი კონზია? კი. კარგი, ასეთი გინდა რო გქონდეს? კარგია, წავედი. ირაკლი! ოთაი დაუძახე ბიჭოდე! ირაკლი! დღეს დიდი დღეა, დიდი. ხო. არაფრის. კარგი. აი, რა შეწუხება. კეთევანი, იუზაბიძიას მენის აპარატისთვის მადლობას ვიხდის. არაფრის თქო, იუზაბიძია, არაფრის თქო. ხო, კეთევანის ხმა იყო. არ მუშაობს? გამორიცხულია. აბა როდის? არა, ევროვიზიის დროს თვითონ ტელევიზორში გაითიშა ხმა. კაი. ნუ შეგეშინდება, კარგი დაიძინე, მიდი, კარგი. თამრი, მოდი ახლა უნდა მომეხმარო, ხო იცი დღეს საღამოს ნელი მოვა და უნდა გაუმასპინძლდე. სადედამთილოს ელოდება ქალბატონი. ყავა გვაქვს? კი გვაქვს. შაქარი? გვაქვს. ხო და ეგა, ბავშვობის ფოტოები დაათვალიერებინე და რა გიძნა. თამარი, ცია გადავწყვიტე რომ მარიკა დავპატიჟოთ, თან მოგვეხმარება, ხო? ვაიმე, მარიკა რო დავპატიჟოთ, იმას ირაკლი მოყვება, ირაკლის დათოს ანანდო და მაგათი ნერვები არ მაქვს. ხო. იცი რა, მაშინ მარტო ანანოს ვეთყვი, თან დამცხვარს გამოვაცხობ. ვაიმე, არც ანანოს ნამცხვარი მინდა და არაფერი. ანანოს დათო მოყვება, დათოს ირაკლი, ირაკლის მარიკა. რა შეიცი? არაფერი. რა ვიცი. თიკა კარგია, თიკას ვუთხრა. აიმე, საჭმელები უნდა მაკეთებინოს ახლა ამ გოგონ. სად არის აბა ხოფერიას წიგნი? გაიტეხე. მართად ერთი წუთი. კეთევან მიშველე, რა საკეთებ? არ ჩამოვა. ვაიმე, არაფერი საზარცulis. თამარ, მოიცადე ერთი წუთი. ზიდი ქვაბი სად არის? მარიკამ გაიტანა, რა ვიცი მე სად არის. ეს ყოყიდე რას დააბეინებს ყველაფერს უკან აღეზარება. თამრი, მომისმინე თამრი. აი, ზარი მინდა რომ რა ქვია. შეცვალო და ნელის თუ მოეწონება, მოდი აბა ნახე, მოდი მოусმინე. როგორია? არა. აბა მოიცადე. ეს არა უშავს იყოს. ეს იყოს ამას დავტოვე, ხო? თამრი, იცი რა, გადავწყვიტე რომ ნელი რომ მოვა, აი აქ დავსვამ. ნახოს რომ ჩვენგანაც არაჩვეულებრივი ხედია. ხო? აქედა? ხო. ვაიმე, კეთევან, ეს არჩვაძეების ბავშვი 2 დღეა არ ჩანს. ერთი უნდა დავრეკო და გავიგო, რა მოხდა? რა ვიცი, იცი რა, მამამისი შეხვდა და მითხრა სოფელში წავიდა ბებიასთანო. მიდი შენ ჯობია ნელის დაურეკო და უთხრა 7 საათისთვის მოვიდე. ალო. გამარჯობა, დედა. გოგო! ქალბატონელი. როგორ ძადებით? მადლობთ, მეც კარგად ვარ, მადლობთ. დღეს შემალაშიკომ დარეკა. ხო, კარგი, ჩვენ ვალაშიკომ. ხო. კი, დღეს საღამოს 7 საათისთვის სახლში ვიქნებით და მობრძანდით, გელოდებით. ლიფტიდან რომ გამობრძანდებით, პირდაპირ ხელმარჯვნივ მეორე კარი. დიახ, ლიფტიც მუშაობს და ზარიც. დიახ, კარგით, ნახვამდის დროებით. მოვა. როგორ დამიქალდი, კეთევა? სად არის ამდენ ხანს? რა ვიცი. ტელეფონზე რომ დაგირეკა არ უთქვამს, რა საქმე მაქვს? არა.
ხო იცი რა სანდრო მაგისას რას გაიგებ რა ვიცი მე მითხრა რომ დაურიგე ყველას და უთხარი ბარში მოვიდნენ რაღაც ძალიან მაგარი ახალი ამბავი უნდა გითხრათ და მე კიდე მარტო შენ გიპოვე დათო სადა დათო მამდილით მანქანა წაიყვანა გასარესხად ის ოთხკარი არის რომ მოიყვანა მე აღმოაჩინა რომ თურმე ხალიჩები დასაფერი დარჩენია იქ უკან გაიქცა რომ არ გადაყარონო გასაგებია ისე გილოცავთ ახალ მანქანას როგორია რა ვიცი ძალიან კაია იცი ესე იგი 4 კარი ხო აქვს და 3 იღება მე და ჩემ დათოს ყოფნის რა ისე სუმინდა და მეკითხა დათო რა მე გამოფენის გაკეთებას არ აპირებს როდის თიკა დრო არა აქეთ სკოლა იქით ისე ეგერთი უნდა ვკითხო ხო ფილმში გადავიღეს თიკა აი მე ხა კინოს ბილეთებს რა გაგიწევ ნუგეშინი ანანო შენ მაღაზე არ შეგაწუხებ ჯერ არ არის პრემიერა სალომე ერთი წვენი ხო სანდრო ძალიან მაგარია გილოცავ შენ თავაროლში ხარ თიკა არ არსებობს დიდი და პატარა როლები არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები ხო სანდრო ალბათ შენი სპექტაკლის მეოთხე რას ანახეს და მაგიტო დაგაკალეს ხო მე მგონი უფრო პირიქით ალბათ არ უნახავ და ფილმში და შეინარჩუნეთ პოლიცია ადგილზეა და ყველაფერს გაარკვევს შენი ტექსტია არა თავარ როლში ვინც არის იმის ძალიან ცნობილი მსახიობია ოღონდ გვარი არ მახსოვს სანდრო რა ჟანრის ფილმია ანუ დრამა მელოდრამა თუ კომედია რა სროლებზე ვინ გადაიღო ეს ფილმი ერთი დაღესტნელი რეჟისორი ოჩაკ სანდრო ჯერ იყო და ნუცუბიძის სარდაფი მე ახლა დაღესტნელი რეჟისორის ფილმი თან სროლებზე რაღა დარჩა ჰოლივუდი რა ვიცი სანდრო აი მე ოსკარი რომ მოგცენ სანდრო რა მაგარი იქნება აი მე სანდრო სცენაზე რო აგიყვნენ ოსკარის გადმოსაცემად აი კიდე მადლობა ვის უნდა გადავხადო ზეპირად არ მახსოვს სახლში მაგცაზე დაწერა სანდრო ჩვენ როდის უნდა გვაჩვენო ეს ფილმი საღამოს მოვიტან დისკს იმედია ირაკლის DVD ღლონტებს ჯერ არ გაუტანიეთ არ მგონია ჩემი აქვთ გატანილი გავიგეთ ფილმში გადაგიღეს რა პატარაა ეს სამყარო პოლტორნიკო ალო ხო თამარ თავისუფალი ვარ კი ერთი წუთი დამელოდე მეორე ხაზზე მირეკავენ ერთი წუთი ალო ხო ქეთევან კი შემიძლია მოვიდე ერთი წუთი დამელოდე თამარ მოვალ 4 საათზე კარგი კარგი ხო ქეთევან 3-ზე არა 4-ზე იყოს კარგი 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 არ ინერვიულოთ პოლიცია ადგილზე არა ყველაფერს გაარკვევს მე რა დამრიგებელი უნდა ვიყო პატრონის არ შემიძლია ვერ გავუკეთებ არსახოს არა დათო არა ვარს არ მივიღებ ამ კლასის დამრიგებელი შემდა იყო მორჩა და გათავდარა ნუ გეშინია თუ მე გაგიჭირდა აქ არა ვარ მითხარ და დაგეხმარები ყველანაირად რა რა უნდა გავაკეთო ეს დამრიგებელი და ხო ფაქსერვას უნდა მიაქცი პირველ რიგში ყურადღება მე გაკუთილების მე რასაკეთებენ ბავშვები ეს უნდა გაიგო და აი რასწავლია გაკონტროლ აკადემიური მოსწრება და ასე რა
სამაგიეროდ ხელფასი გაგეზრდება. ესე იგი მე უნდა გავაკონტროლო მუსები და ხელფასი გამეზრდება. არა, შემოდა საპასუხის მგებლო საქმეა და ამას იღებ შენს თავზე. ეს რამდენით გამეზრდება? გაგეზრდება. რამდენი? 50 ლარით გაგეზრდება. აჰა, და როდის გამეზრდება? გაგეზრდება. გასაგები. ესე იგი მე დამრიგებელი გავხდები და ხელფასი გამეზრდება, ხო? 50 ლარით. რამდენით გამეზრდება? და როდისთვის გამეზრდება? 50 ლარით. ბატონო ედიშე. ამ თურთეთ ბატონო ედიშე. მეორე სადამრიგებლო კაცის მომეცით. სათო. არა და თორე ჯერ ერთი იყოს და მე ვნახოთ. თავრებაც ირადი და. ნუ ეხლა ბატონო ედიშერ სიმართლე გითხრათ, მე ამ შემოთავაზებას დიდი ხანია ველოდი. მაგრამ კარგი რა დათომა. ბავშვებო, დღეიდან თქვენი დამრიგებელი იქნება დათო მასწავლებელი. გაიგეთ? და ხელფასი მოგემატებათ. და დათო მასწავლებელს მოგემატება. კარგი, კეთილი. თავისუფლად. წარმატებას გისურვებ. კარგად. ნახვამდის ბავშვებო. აბა შეიძლება თქო. ნახვამდის ბატონები შენ კარგად დადებოდე დიდი ბავშვობა. ხო ეგეთ ბავშვებო, ბატონები შენ მარა ბრძანა. ისე მე ვიქნები თქვენი დამრიგებელი. გასაგებია? გაიგე კალანდაძე? დიახ, მას. და ჯექი? რა კარგია, თხარ ვაყალავით მას. აი. გილოცავთ მას. მას და სულ თქვენ იქნებით დამრიგებელი? ხმაურია უკვე. ადიქი კალანდაძე ფექსი. რატო დათომა? ნუ მე პასუხები. მოდი აქ. აბძალეთ თქვენ. ხო კიდევ თამდეს თვალყურებთ. გადადი. მიდი და ჯექი. ვა, მადლობა დათომა. გონი თქვენი მარხნის სიგნალიზაციის ხმა. არა კალანდაძე. მე ახალი მანქანა ვიკეთებ. მართლა მას? დიდია მას. ოდნავ. კიდე უნდა მივაწვეთ ხოლმე? როგორ? კიდე უნდა მივაწვეთ ხოლმე? ოდნავ. ერთი წუთი. აიო, ირაკლი, არცალი ახლა რატომ მიდეკავთ? საათვათა ჩემს სადამრიგებლო კლასში, დიახ. კი, როგორ ხარ, კარგად ხარ? ხო, კარგი, ნუმასწრინე ხარ, კარგი ნაყოფის ხარ. აბა ეხა ბავშვი, რა
კითხვები გაქვთ თქვენს დამრიგებელსაც, რომელსაც 50 ლარი გაიზარდა. მას ექსკურსიაზე როდის წავალთ? წინა დამრიგებელი რამდენი ხანი ისკდა თავია. ნაცია, რა მომიტანა? არაფერი, ხმაურზე თავი ამტკივდა და ნათია, გამაგებინ ერთი რა ხდება ამისთან და რატოა ეს ხმაური გარეთ? და რემონტი დაიწყო სამონტაჟში. რემონტი დაიწყო? მარიკა იყო მოსული? არა, არ ყოფილა. არ ყოფილა. ანუ პირდაპირ მუშები გამოუშვა, ხო? გამაგიჟებს ეს ხალხი რა. სახლში რემონტი, სამსახურში რემონტი. რა მითხარი იცი ნათია? პაციენტები როგორ რეაგირებენ ამაზე? რა ვიცი, ვიღაცები აწუწულდნენ ხმაურიაო. ვიღაცები საერთოდ წავიდნენ და სხვაგან გადავიდნენ. აი რეანიმაციაში კი უხარიათ, ხმაურზე ამაშუკელი კომიდან გამოვიდა. გასროლა, ვიცოდე რეთანია და ვერ მოტრიალდი რა. მაგათი მაინც ნათია რაზე მოვაწევთ? რაზე რომ თქვენს თანახმად რემონტის ჩატარებოდა. ნათია რა მე ასე ვერ ვიმუშავებ რა. ოფდან გავალ ხოჭიქში. ნათია? სასიამოვნოა. და თქვენ რა? მე კაბელი უნდა ჩავიყვანო დარლა სართულზე. გენაცვალე, მან გთხრათ ძალიან გთხოვ რა, 1000 დოკუმენტი მიდევს, ბოთლები არ დამემტრიო. Susmedi. Tia? Atas las samotseli saldo. My favorite things. Magari. ჩემი საყვარელი ალბომი. კარგი რა. რა გითხარი? ხო, მითხარი, რაც გინდა მითხარი. მოდი ახლა მე დავლაჩავ. ხო. შენ ძმურად ეს კაბელი დაბლა ჩამოვუშვი. ესე იგი ეს ჩამოვუშვა დაბლა ხო? ჩამოვუშვით. კარგი. კოლდრეინი, აგარი. აუთხარ და მე სადამრიგებლოსთვის მე არ მცალია ბატონო შემიძლია რა თანხაც არ უნდა შემომთავაზო და თუ მილიონი შემომთავაზო მე ამ საქმეს არ დაგთავაზებდი მოკლედ უარს ვიყავი მაგრამ ანამ ბავშვების თვალები რომ დაუნდა ისეთი თვალებით მიყურებდნენ გულმა ვეღარ გაუძლო და
დავთანხმდი. რა არის იცი? სიმბოლურად მაძებენ 50 ლარ ზედმეტს. ვაიმე დათო, როგორი ადამიანი. აბა. დათო, თან წარმოიდგინე, ეხლა შენ მარტო პედაგოგი კი არა ხარ. ეხლა შენ ხარ დამრიგებელი. ვაიმე. თან 50 ლარი. ისე ცოტა ადრე რომ მომატებინათ, უფრო უკეთეს მანქანას ვიყიდით. რომელს დათო? რომის და იმას ორივე ფარი რო ქონდა. აი ეს ლიმონადი იმაგდიდან გამოგიგზავნეს. რომელი? მოდით აქ. მოდით. რა ხდება? დღეს თორნიკემ 3-10-იანი მიიღო ქართულში, ისტორიაში და მათემატიკაში და აღნიშნა. ვაიმე, მეც ყველა კაი ნიშნავს ესე აღნიშნავთ. არა, გუშინ დამგიწყავდი, თუ 3-10-ას მიიღებ და პაემანზე წამოვყვებოდი და წავაგნე. მართლა თორნიკე. კი. თორნიკე, მართლა 3-10-იანი მიიღე? ოჩახშე. თავიდან არ მჯეროდა, ვიფიქრე თვითონ ჩაწერდა თქოთბიუში, მაგრამ მე ჟურნალში რომ ნახე ეს სათები რაღაც ვიზამთ. ჩვენ გავედით ანგარიში რა თუ შეიძლება. ეს რა გახადა? ეს დღეს თორნიკემ დამხატა, ხო ძალიან ლამაზია. შენ დაგხატა? დათო. ხატო ძალიან არის. სკოლაში დაამთავრებს, ალბათ სამხატვროში ჩააბარებს. ხატო არის გამოვა. მე ცელს მოიყვანს. მე გაშორდება. მე ბავშვი ეყოლებათ და ისევ შეურიგდება. მე ისევ გაშორდება. მე სამსახურს დაიწყებს. მე მანქანას იყიდის ჯერ ორკანიას მე. ბავშვი მთელი ცხოვრება წინგა. მე გადავიხდი რა თომას. კარგი ხარ თომას, მე გადავიხდი. ანელა უთხარი რა მე გადავიხდი. თხოვთ რა თომაზე. იახმაც. აჭიქი. თიკასად გაუშვი. ხილს ვინ ამოგიტანდა? ხო. ქეთევან, შაქარი მარტო ეს არის? ხო, რა ვიცი, რაც კილაში იყო, დილით მარიკა იყო შემოსული და იმან გაიტანა. შემოხედე. ჩემი გამოძერწილი. როგორ? ნიკაპის ზემოთ. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამოჯახში. გირეკავდით, რომ მეთქვა არაფერზე შეწუხდეთ და არ იწავოთ მეთქი. კარგი არა მარიწვალე. კი ბატონო, აი თქვენი ჩემთან აქ იქნება. აი მომეცით ჩამოვიდეთ. არა, არ შეწუხდე, მე თვითონ დავდებ, აიგდა. არა, რომ იქ ბატონო, მე მომეცით, მე დავდებ. მომეცით. არა, მომეცით. კარგი, აქ შევიტან. მე აქ სამზარეულო ყოფილა. საწინებელი იქითა? მომეცით, მე შევიტან. მოგძანდით, აი დავდეთ კავდონელი, მოგძანდით, აი დავდეთ. ბატონი მურთაზი სად არის? ბატონი მურთაზიც გაემგზავრა. საგარეჯოში ამ დილით. არა, კარგია, ძალიან კარგი. ერთი წუთით უკაცრავად. რა ენაღლება რა? შვილი ლონდონში, ქმარი საგარეჯოში. ეთქობა ძალიან გემრიელი ნამცხვარი.
არის? უფ, ჩემ ქეთევანს გადასარევი ხელი აქვს. აი, რომ იტყვიან მშიერს დააპურებსო. კარგი რა, თამრი, ნუ გამაწით. კალდრონელი, ვისა, დღეს დილით ლაშიკომ, ჩემა ლაშიკომ დარეკა და ძალიან გაუხარდა, როცა ვუთხარი ჩვენთან აპირებდით მოსვლა სტუმრად. არა, ხო, მე ისე შემოვირბინე. აი, ლაშუკა რო ჩამოვა, მე გესტუმრებით და სერიოზულად ავილაპარაკეთ რაღაცებზე. უკვე? რა, ვერ გავიგე, არ არის დრო. დრო, რა თქმა უნდა. საქორწინო კაბაზეც ჩვენ ვიზრუნებთ ქეთევან. რა თქმა უნდა, პირველად ხომ არ აკეთებთ. მოდი, ჩქარა, სათხარა ფეხას გამარჯობა. მოდი, ხილი გასამეცხი. მოდი, ჩქარა, მიდი, შედი. ვაიმე, ანგელოზივით გოგო ვინა? უფ, ჩემი ქეთევანი მართლაც რომ ანგელოზივით არის. აი ეს მეორე მეზობლის გოგოა, თიკა. თიკა. მოდი. გაიცანი ქალბატონი ნელი. სასიამოვნოა. თამარ ბანანი არ იყო, მანდარინი იყო, ოღონდ მჟავე და შენ რომ მითხარი, ჩვენ მაინც არ ვჭამთ და უკეთესიც ამჟავე რა წამოიღო? გოგო. ეხლა გითხარი, თიკა, ხაი მეტყობა ვერ გაიგო. წამოდი. კი, ეფექტურია. გარედან კი ჭრიალებს, მაგრამ თავარია შიგნით რა არის, შიგნით. ხილიც მალე მოვა. ბატონო. გაზარმაცია. უზარმაცესი. დედუკა, შენ ჩემს ლაშიკოს თუ იცნო? თიკა, ჩემს ლაშიკოზე გეკითხება. ჩვენს ლაშიკოზე ვეკითხებ. ხო, კალდრონელი, ხო. როგორ არ ვიცნობ? ძალიან საყვარელი ბიჭია. მართლა მოგწონს ხო? თიკა, შენ ჭიქა არ გაქვს? მიდი მოიტანე. მიდი. ქალბატონელი, იმ დღეს ამ ქალბატონმა და ლაშუკამ იჩხუბეს. კიდევ კაი ქეთევანი იყო და გადაარჩინა ლაშა, თორემ მე არ ვიცი და. ხო, გოგონებო. რატომ აღარ მოდიხართ ჩემთან სტუმრად, ა? მოდით ამ დღეებში გამომიარეთ, ხო? იცით ვისა, კალდრონელი, აუცილებლად მოვათ. ჩვენ ამ კვირაში აუცილებლად ჩამოირბე. ჩაჭიდე ხელი თიკას და მესტუმრე. დედა რა ლამაზი მძივი. ხო, ძალიან ლამაზი მძივია. ეს რა ჭიქა მოიტანე, გოგო, რა არის? ამაზე როდის დაინახე, რომ ამას ხმარობთ? მზითვებია, ქეთევანის ყუთში მელაგაც ადმიაგნო არ ვიცი. მიდი, მეორე დაგიტანე. ანუ მიდი მიერთმარე. როზერი, მოდი. ჩემი გამოძერწილი. მიდი. შორე დალეწარ. ხო, მიდი. რა ვიცი, მესამე. მომეწონა თიკა. კი, მაგრამ გოგო რომ სიგარეტს ეწევა? კარგი რა, თამა. მაგრამ თან რო სასმელს სვამს არ არის ლამაზი. ისე ცოტა დალება მეც ძალიან მიყვარს. მურთაზის კონი არის, ისე კარგად წრუპავ ხოლმე. გოგო რო სიგარეტს ეწევა, სასმელს სვამს და ფეხბურთს თამაშობს? ფეხბურთსაც თამაშობს. სანდრო, ნამდვილად ამ ფილმში თამაშობ? როცა ეხლა ვიქნები, მოიცადე? სანდრო, ხო არ ამოგჭრეს? არა, მოიცა, ეხლა ნახე.
გააწევს და მეუბნებს, აი. მეტი არ ვფიქრობ, საინტერესო არაფერი აღარ არის. სერიოზული წარმატებაა. ოჩახ სანდრო, აი ძალიან ბუნებრივად თამაშობს. უზომოდ ბუნებრივად იყავი და სხვადასხვა წინსვლა გაქვს. კი. მე წავედი. არ დაგავისწრეთ საღამოს ირაკლის აყურებინა. როგორ გიკადრება სანდრო, როგორ გიკადრება? პირადად მე მეორე თვითონ ნახო ისე თამეთი. ეხლა მითი ხარ უკვე? ისე დაღამებას დაიგოდო სანდრო, რა? თურმე გაიგეს რომ აქ ხარ ჩვენთან, კარგი და შემოსასვლელი სადარბაზო სავსეა პაპარაცებით. გადასწრები ფილმია სანდრო. მებით? იმებით, პაპარაცებით. ირაკლი, მოხვედი უკვე. ირაკლი, ისა სადინებელი ისა ირაკლი. შენ მოსვლამდე ყველაფერს მოვასწრებდით, მაგრამ აი ერთი წუთი გამატარე გეცვალე. გაიარე. მადლობა. სანდრო, მობრძანდი. აი შენ იურისტი კაცი ხარ. ეგ კი. რა ქვია ამას? რას? როდესაც ცოლი ქმრის დაუკითხავად ამას აკეთებს. მაგას რა ქვია? ისა, რემონტი. ირაკლი, რემონტი. ირაკლი, ჩემი ფილმი არ უნდა ნახო, ვუთხარი. 10 ჯერ ვუთხარი. რომ არ გვაქვს ჩვენ ახლა რემონტის არც საშუალება, არც ნერვები. არა, ააგდო ამან ქვა და შეუშვირა თავი. რა? მართლა მარიკა? ვა, ირაკლი, რა, ეს და კარგი რაღაცები მქონდა. აკეთე მე, რატო ვერ ვიყოლი რა? დათო, რასაც შენ ახლა აკეთებ, მაგას მოროდიორობა ქვია. კარგი, ირაკლი, ნუ ნერვიულობ. აი ერთი ღამე და ხვალ ყველაფერი დაალაგდება და კარგად იქნება. ხვალ ყველაფერი დაალაგდება. და ეს ერთი ღამე სად დავიძინო, მარიკა? აი ირაკლი, საშინელი ვირუსია, მე მგონი გავწივდი. საშინელი ვირუსზე გადავდებიაო თქვენ, იქვე დაიწდეთ. ტელეფონი სად არის? ტელეფონი. ეს ტელეფონი სად წავიდა? მოიცადე, დავრეკავ ახლა, აი ვრეკავ უკვე. შეხედე? აი ტელეფონი სად არის? აი. ალო. ალო. სანდრო. სანდრო არ? ალო. ალო. ო, ირაკლი, ჩემი ფილმი არ უნდა ნახო. 33. ალო. გოგი მე ვარ. როგორ ვარ? გოგი, ის ბინა თავისუფალია? არა, კარგი რა გოგი, ვინ უნდა ავიყვანო? ჩააბარე უკვე? კარგი. კარგი დაგირეკავ, არაფერი ვერ ეგეთქვი. კარგი გოგი, კარგი. კარგი რა, ირაკლი, არ შეიძლება ერთი ღამე დათოს ოთახში რომ დარჩე. და შენ მარიკა? მე თიკასთან დავრჩები. იცი რას გეტყვი? დათოსთან და ოთოსთან დარჩენას. მირჩევნია მეც წამოვიდე და თიკასთან დავრჩე. აუ, ირაკლი, რა მოვიფიქრე? იურისტი. შენ და მარიკა დარჩით დათოსთან და ოთოსთან. და მე დავრჩები თიკასთან. აი, სანდრო. ჰერმწერო. თქვენი მღრნელი მეგობარი სად არის?
აივანზია ისვენებს. სუფთა ეს. დიდი მადლობა. არაფერს. ხამშვიდობის. ხამშვიდობის. ოღ დათო. მოდი. დაშვები მარიკა, რჩები დღეს ჩემთან. რჩები. იკა. სანდრო. როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ ხარ? არ გინდა ჩემი ფილმი გაყურებინო? იცი რა, იყო სანდრო, სოფლიო პრემიერა რო იქნება, მე რა ვნახავ დიდ ეკრანზე. მოიცა. ღლონტები სად არიან, მარიკა? სახში არიან, ლაშას დედა ყავს სტუმრად. ეჩოდი, შენ რა ვიცი? ეხა იქ ვიყავი მარიკა, თხოვეს შენი მადუღარა შემოიტანეო და ეხა მივედი ვაკაკუნებ და კარს ამიღებენ. ხო, წავედი, დაგვიანდა უკვე, წავედი. წავედი ჩვენ. წავედი. თიკა, ესე იგი, როგორ თქვი, ზეწარი მაგ გადაფარებული. ხო, იმიში რა დრეში ხარ, გაგიჩქეძე. ირა. კიდე ჩემს მანქანაში დაიძინო. შენ მანქანაში როგორ უნდა დავიძინო და თუ იმ პატარა მანქანაში მე როგორ უნდა დავიძინო? აი, ხა გეტყვი. ნერვი. მომსმინა. ჩემი თეთრი მანქანა დაიχა სუპუორე. ხო, 4 ყარიანია. ეხა უყურე. ესე იგი, ჩაჯდები მანქანაში, უკან ასაზურგებს, გადაწევ უკან. მიგდი? დაწვევი, ფეხებს გამოვუყ წინაკარებიდან, აი ესე. ხელებს გამოვუყ უკანაკარები, ასე. ეხა მიგდი, ფაქტურად მანქანა გაწვია. დათო რა. ეხლა პროფესორო თუ არ გნებავთ, ნებათქენია, მე შემოგთავაზეთ.